კომუნალურ გადასახადებზე ისაუბრა დღეს უმრავლესობის წევრმა კობა დავითაშვილმაც მაესტროს პრესკლუბში ჟურნალისტებთან შეხვედრისას. დავითაშვილის განცხადებით პოლიტიკური უმრავლესობა იბრძოლებს, რათა ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადების ერთმანეთისგან გამიჯვნა მოხდეს. უმრავლესობის წევრმა დაზღვევის სისტემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში სადაზღვევო კომპანიები წინა ხელისუფლების დაქვემდებარებაშია და მონოპოლიური უფლებებით სარგებლობენ. დავითაშვილის თქმით, უნდა შეიქმნას არამომგებიანი სადაზღვევო ფონდი, რომელიც არ წარმოადგენს სახელმწიფო სტრუქტურას და რომლის მიზანი მეტი ადამიანის მომსახურება იქნება. როცა მაგალითად თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ თუ ახალი მთავრობა გამოუყოფს ფულს, ბინებს ააშენებენ, ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რომ თბილისს თავის ბიუჯეტი აქვს. ამ საკრებულოში უმრავლესობა ყავს კვლავ ნაციონალურ მოძრაობას, მერი არის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე ახალი მთავრობისგან ფულადის სუბსიდიების მოთხოვნა მათ მიერ გაცემულ დაპირებების შესასრულებლად ელემენტარულად უზნეობად მიმაჩნია.